ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში არგენტინელი ხუან პაბლო ფიჩოვიჩი დაამარცხა. ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 128 ადგილს იკავებს. დიდი სლემის ტურნირზე მიღწეული შედეგის გამო კი განახლებულ რეიტინგში დაწინაურდება. კრისტიანო რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 40 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი კლუბში 2027 წლამდე დარჩება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდუს ხელფასი სეზონში 180 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიელ ფეხბურთელს კარიერაში 938 გოლი აქვს გატანილი და მისი მიზანი 1000 გოლის გატანაა. რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აპირებს მონაწილეობის მიღებას. კილიან მბაპემ PSG-ს სასამართლოში უჩივლა. მადრიდის რეალის თავდამსხმელი ამბობს, რომ ფრანგულ გუნდში ის ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ 2023 წელს PSG მას ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებდა. ამის წინაპირობა კი ის იყო, რომ თავდამსხმელი დროებით ძირითად გუნდს ჩამოაშორეს. მბაპემ PSG 2024 წელს დატოვა და მადრიდის რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. 2024 წლის 26 იunis ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს პორტუგალია 2-0 დაამარცხა და ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. გოლების ავტორები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე გახდნენ.